ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნაციონალური მოძრაობიდან თბილისის საკრებულოს დეპუტატის ნიკოლოზ ხაჩირაშვილის დაკითხვა გრძელდება. საგამოძიებო სამსახურში ის პირველ საათზე მივიდა. ხაჩირაშვილი მის დაბარებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს და დაკითხვის თემას არ აკონკრეტებს. ნიკო ხაჩირაშვილს სავარაუდოდ თბილსერვის ჯგუფის საქმეზე კითხავენ. ნოდარ ჩაჩუა იმყოფება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან. ნოდარ, ხომ არ გაქვს ახალი ინფორმაცია დაკითხვასთან დაკავშირებით? Ანიო ჯერჯერობით დაკითხვა არ დასრულებულა. ერთადერთი ინფორმაცია რაც გვაქვს მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც აქ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ვარ ჩეკრებილები არის მხოლოდ და მხოლოდ ნიკოლოზ ხაჩირიშვილის განცხადება, რომელიც მან შესვლამდე დაახლოებით 2 საათის წინ გააკეთა, როგორც მან აღნიშნა, ეს დაბარებები საკრებულოს წევრების, როგორც მისი, ასევე მისი სხვა კოლეგების უკავშირდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაშინებას, ვინაიდან ნაციონალები თბილისის საკრებულოში წარმოადგენენ უმრავლესობას და ახალ ხელისუფლებას სწორედ ამ უმრავლესობის დაშლისა და ახალი უმრავლესობის ფორმირების სურვილი აქვს. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რომელიც დღეს მედიის წარმომადგენლებთან ნიკოლოზ ხაჩირიშვილმა განგვიცხადა და იგი ადვოკატის გარეშე შემოსული, რაც შეეხება თავად დაკითხვის მიზეზებს და რასაკითხთან დაკავშირებით დაუსვამეთ მას შეკითხვას თუ არის ინფორმირებული, ამასთან დაკავშირებით მათ მედიასთან საუბარი არის სულვა. თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობაზე არის სხვადასხვა ფორმით დაკითხვები, სხვადასხვა უწყებებში, მეც არაფერს არ დავარქმევ. კიდევ ერთხელ მეორდები მე, რომ ეს არის როგორც ფსიქოლოგიური, ასევე პოლიტიკური ზეწოლა. დღეს ჩემი ჯერია, ხვალბაც სხვისი ჯერი იქნება, მარტივად შეიძლება ითქვას, რომ ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ან განსხვავებული პოზიცია აქვს ქვეყანაში, ფინანსური პოლიციის კარები მათთვის ღია ყოველთვის. გარდა ნიკოლოზ ხაჩირიშვილისა, სულ ცოტა ხნის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ასევე შევიდა რამასულ ამაინძეც, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელია და ასევე აქვე იმყოფება და ეხლა გამომძიებლების შეკითხვას პასუხობს გიორგი ხახნელიძეც, რომელიც სამგორის რაიონული ორგანიზაციის, ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. მათ მედიასთან შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება თავად დაკითხვებთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ თბილსერვის ჯგუფთან დაკავშირებით მიმდინარეობს ძიება ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე საგამოძიებო უწყებამ დაკითხა თბილისის მერი გიგი უგულავა, ასევე მერის მოადგილე ტარიელ ხიზანაიშვილი და ასევე საკრებულოს სხვა მაღალჩინოსნები. საგამოძიებო სამსახური იძიებს თბილსერვის ჯგუფის შექმნის თემას, რომელიც შეიქმნა დასუფთავების სამსახურის ბაზაზე და სადაც როგორც საგამოძიებო სამსახურში ამბობენ 7-3 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი იყო გაფორმებული წინა საარჩევნო პერიოდში და ამ პერიოდის განმავლობაში 5 მილიონ ლარზე მეტია გაფლანგული ქალაქის ბიუჯეტიდან. ეს არის ის ინფორმაცია, რომლის მოწოდებაც ახლა ჩვენ შეგვიძლია ჩვენ ველოდებით, როგორც ნიკოლოზ ხაჩირიშვილის, ასევე სხვა მისი კოლეგების დაკითხვის დასრულებას და უკვე დაკითხვის დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი.